მე რისთვის ვემზადები? მე ვემზადები იმისთვის, რომ ეს ხალხი აზრზე მოვიდეს. ან მე შევიტანო ჩემი წვლილი ამ ხალხის აზრზე მოყვანაში. შეიძლება ესეც ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს მოსახლეობას აზრზე მოყვანა ჭირდება. იმიტომ რომ ნუ როგორ ხო გახსოვთ როგორ 4-5-9-25 ხმარ დაიკარგოსო, გაიძახოდნენ. ხო შეიძლება რომ საქართველოს მოსახლეობა გამოდიოდეს რაღაცნაირად და ქრისტიანული ქვეყანა ვართ, მართლმადიდებლური სინანულის მნიშვნელობა ვიცით. ჩემი განცხადებები ამოიღოს ქართველმა ხალხმა, ვისაც გაუხარდება მანამდე. თუ რამე მაქვს მოსანანიებელი სიამოვნებით მოვიდანიებ. მე დავიწყებ. თუ იმეს რაღაცა პრობლემა აქვს ამ სინანულთან დაკავშირებით, მაგრამ აი სანამ არ მოვინანიებთ ქართველი ხალხი არასწორ არჩევანს, ემოციებზე აყოლას, ცუდზე ცუდის არ დაძახებას და კარგის ართქმას, მანამდე არაფერი არ გვეშველება. ამას გვეუბნება ბიბლია, სახარება ამას გვეუბნება. ამას გვეუბნება ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ტრადიციები. მაშინ, როდესაც ერი ივიწყებს ყველაფერს, ვერ ანსხვავებს ცუდ და კარგს, მატყუარას და იმას, ვინც სიმართლეს პირში უზრახავს, საბოლოო ჯამში დაემართება ეს, რომ ხელისუფლება, რომელიც გმირი ეგონა, ბოლოს აღმოჩნდება სულთა მხუთველი. რაც ახლა ხდება, აი პრაქტიკაში ვხედავთ ამას. იქნება ეს მიტინგებზე დგომიდან ხალხის დაჯარიმება, ჯარიმების ყოველდღიური მატება ის რაღაცა რო არის სკროლვის აგენტოს და სკრინვის აგენტოს რაღაცას რო ეძახიან. აი ეგ რომელიც ხალხს აჯარიმებს, რაღაცა ერთმა მეგობარმა მეორეს რო ეხუმრა რაღაცაზე, იმაზე რო ხალხს აჯარიმებენ. აი ეს ყველაფერი გჭირს საკუთარი უგუნურებით. დაუფიქრებლობით, ემოციებზე აყოლით. და მე ერთადერთი რამე მინდა, რაც არჩევნები როდის იქნება ჩვენ არ ვიცით, რომ აი იქნებ ამ ხალხს, აი რუტინულად ველაპარაკოთ. მოვუწოდოთ, რომ დაფიქრდნენ, ან არ წავიდნენ არჩევნებზე. იმიტომ რომ ის ხალხი, რომელიც არჩევნებზე წავიდა, რომელსაც არასწორი არჩევნები, მან არ უნდა წავიდნენ. არა, რა თქმა უნდა. არჩევნებზე, ანუ თავარი ტყუილი, რასაც ჩვენ მედია განსაკუთრებით და არა მხოლოდ მედია ამორჩეულს ეუბნება, არის რომ წადით არჩევნებზე. და როგორ შეიძლება უთხრა ადამიანს წადი არჩევნებზე, თუ არ იცის იქ რა გააკეთო. მოვალეობის გამო გაკეთებულმა საქმეებმა დაღუპა ეს ქვეყანა. ის კაცი, რომელიც არაფრის აზრი არ არის, არც ჩემი იდეოლოგია იცის, არც ცოტნესი, არც ბატონი ბიძინასი, არც ბატონი ზურასი, არც არავის. უბრალოდ იმის გამო, რომ იცი რა, მე მოვალეობას ვასრულებ ჩემს მოქალაქეობრივს. უნდა წავიდე არჩევნებზე და ხაზავდა 4-იანებს. ხალხი, რომელიც აზრი არ არის, ვინ უნდა შემოხაზოს, რატომ უნდა შემოხაზოს, რა არჩევანი გააკეთოს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიის იმას არ გაცნობია, არ არის სავალდებულო ამ ხალხს მოუწოდოთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ წახვიდეთ არჩევნებზე. არა ხართ ვალდებული, პირიქით. თუ არ გესმით რა უნდა გააკეთოთ და თუ ასე გატყუებენ მარტივად, როგორც აი წინ არჩევნებზე რაც მოხდა და ახლა რომ მარტო ქართული ოცნებაზის პარლამენტში, მაშინ ჯობია რომ დარჩეთ სახში და ასე გადაარჩინოთ ქვეყანა.